საიდუმლო. შვილო, როცა ამ წერილს საიკითხავ, მიხვდები, რომ ისეთი არ ვარ, როგორიც გეგონე. ჩემი პატიება არც ისეთი მარტივია. ვიცი შვილო, რომ ეს წერილი ტკივილს მოგაყენებს. რაც არ უნდა გადაწყვიტო, იცოდე, რომ პრეტენზია არ მექნება. შენით ძალიან ვამაყობ, ჩემო ბიჭო. ვამაყობ, რომ ასეთი ღირსეული და კარგი ადამიანი ხარ. საერთოდ არ მგავხარ. ვიცი, რომ შენი წარმოდგენების მსხრევა მტკივნეული იქნება. გეგონა, რომ ძალიან კეთილი, უცოდველი მამა ყავდა, რომელიც ჭიანჭველასაც კი არ დაადგამდა ფეხს, მაგრამ სამწუხაროდ ასე არაა. იმედი მაქვს, რომ ცხოვრებაში ისეთს არაფერს ჩაიდენ, რომ სინდისის კენჯნა გამოსცადა. მამა შენივით ზღვის დანაშაულს ხელს ნუ დააფარებ. რაც არ უნდა იყოს, ხელს ნუ გაისრე, სულს ნუ დაიმძიმე. ადამიანები კვდებიან და ქრებიან, მაგრამ ცოდვები არა. რამდენი დროც არ უნდა გავიდეს, სინდისის ხმა არ ჩუმდება. სულ შეგაწუხებს, არ მოგასვენებს. სინდისი არ კვდება ომერ. ეს ძალიან კარგად ვიცი. უდანაშაულო დედას ციხეში როცა სვამდნენ გავჩუმდი. ხმა არ ამოვიღე. ჩემს ერთ სიტყვას მისთვის ტანჯვის არიდება შეეძლო, მაგრამ გავჩუმდი და 20 წელია ვიტანჯები. მითხრეს, რომ მიბარებდით ბატონო თურგუთ. დროა ჰალილის შვილს სიურპრიზი მოუწყოთ. კარგი ბატონო. ამის გაკეთება თვითონ მაიძულე ჰალილ. ჩვენი შეთანხმებისამებრ რომ მოქცეულიყავი, შენთვის ტკივილის მოყენება არ დამჭირდებოდა. ძმაო, ისმენ ძმაო. ეს წერილი ჩინარის მეგობარს გადაეცი. ეს კი შეინახე. ერთი ომერისაა, მეორე კი პოლიციაში უნდა გაიგზავნოს. ამის დრო რომ მოვაგეთყვე. პოლიციაში გაიგზავნოს? გმადლობ. გმადლობთ. შეგერგოთ. ჩაი მიირთვით. ისინიც მალე მოვლენ. ხომ არ იცით, ჩემმა და მაქ რატომ დაგვიბარა? რამე ხომ არ უთქვამს? დეიდა აიშეც მოვაო. რამე ხომ არ მოხდა? რა უნდა მომხდარიყო? ალბათ დეიდა აიშეს სახლში ყოფნა მობეზრდა და შენმა და გასეირნება შესთავაზა. სულ ესაა. იმედია მართლა ასია და ცუდი არაფერი მომხდარა. შენს დაძმას შეხედე. არაფერი იციან და როგორი ბედნიერი სახეები აქვთ. ხედა? კარგად დააკვირდი. დაიმახსოვრე. სიმართლეს რომ გაიგებენ, ასეთი სახე აღარ ექნებათ. შენი სიტყვები მათ სახეზე ღიმილს წაშლის. კვლელი დედის მიმართ ზიზღით აივსებიან. მათი ბრაზი და ტკივილი ისევ განახლდება. ცდები დედა. ჩემს დაძმას კარგად ვიცნობ. შენს პატიებას შეძლებენ. დარწმუნებული ვარ.
კარგი. მაგასაც ვნახავთ. მიდი და კითხე. დედა რომ ცოცხალი იყოს აქ მოვიდეს და თქვას რომ უდანაშაულოა, თუ დაუჯერებენ. ავადა, კვდება. მის პატიებას თუ შეძლებენ, მიდი კითხე. ნეტავ როგორ პასუხს დაგიბრუნებენ. მალე ნახავ რომ შენი შიშები უსაფუძვლო იყო და სულ ტყუილად დარდობდი. კეთილი იყოს თქვენი მოსვლა. გელოდებოდით. როგორ ხარ დეიდა აიშე? კარგად შვილო, გმადლობ. კეთილი იყოს შენი მოსვლა მეგობარო. მოსანახულებლად ვაპირებდი მოსვლას, მაგრამ მალე მოღონიერდი. მადლობა ღმერთს. კარგია რომ კარგად ხარ. ო, ღმერთის წყალობით კარგად ვარ. დაო. რა მოხდა? კარგად ხარ? არაფერია დაო. რაღაც უნდა გამეკეთებინა და უცებ გამახსენდა. უბრალოდ ვფიქრობდი. ფეხზე დაგაყენეთ. დასხედით. ჩაის მოვიტან. დასხედით. თურგუთ? რა მოხდა ასე რატომ ნერვიულობ? სახლში მოხვედი თუ არა აქ შემოვარდი. მოხდა რამე? არაფერი ზუჰალ. ისევ ჰალილმა გაგაბრაზა? კვლავ ჩინართან საუბარს აპირებს? თუ უკვე ელაპარაკა? არი დარდო ზუჰალ. ჰალილზე ნერვიულობა აღარ ღირს. მის გასაჩუმებლად კარგი გზა ვიპოვე. ყოველთვის ასე ამბობ, მაგრამ ამ კაცმა ჭკუა ვერ ისწავლა. სულ საფრთხეს გვიქმნის და გვაწუხებს. არა, ამჯერად ასე არ იქნება. ძალიან ბევრჯერ გავაფრთხილე. ჩემთვის უნდა მოისმინა. მაიძულა რომ სხვა ზომები მიმეღო. ცუდია რომ არ დამიჯერა. თავის თავს დააბრალოს. ყველაფერი ჰალილის სიჯიუტის ბრალია. თურგუთ მოიცა. ომერი? ზუჰალ. არ მინდოდა რომ ვინმესთვის ტკივილი მიმეყენებინა, მაგრამ სხვა გზა არ დამიტოვა. დაო, ასე აღელვებულმა რომ დაგვირეკე, აგვაფორიაკე. რამე პრობლემა გაქვს? არა ძმაო, თქვენთან ერთად დროის გატარება მინდოდა. კარგად მოგიფიქრებია, დეიდა აიშეს ჯანმრთელობაზე ვდარდობდით. არ მინდოდა შემეწუხებინა და ამიტომ არ დაგირეკე დეიდა აიშე. კარგად ხარ? კარგად ვარ შვილო, ჩემზე არ იდარდო. ამიერიდან თავს მოვუთხილდი. არ გვინდა დაგკარგოთ. ღმერთმა დაგლოცოთ ბავშვებო. თქვენც და სეჰერიც ჩემთვის ძალიან ძვირფასები ხართ. თქვენთვის გულისწყენა არ მინდა. დღეს თქვენი გამხნევება და მოფრთხილება მე კი არა. თქვენს დასჭირდება. რატომ? რა მოხდა? ბოლო პერიოდში მასთან ხშირად ვსაუბრობ. ჩემთან ძალიან გაიხსნა. მომიყვა უდედობას როგორ განიცდის. ვცდილობდა თქვენთვის უდედობა არ ეგრძნობინებინა და საკმარისი სითბო მოეცა, მაგრამ დარდობს რომ ეს მაინც ვერ შეძლო. თქვენგან საპირისპიროს თუ მოისმენს. ვფიქრობ, ბოლზე მოეშვება და თავს უკეთ იგრძნობს.
კარგი რა დაო. ამაზე დარდობ. შენი ფიქრები რატომ არ გაგვიზიარა? გეგონა შენ სამაქს ვერ დავაფასებდით? ჩვენი დაც იყავი და დედაც. შენ სიკეთეს ვერასდროს გადავიხდით. დაო, შენ რომ არ ყოლოდი რა გვეშოლებოდა? საკუთარ ბავშვობას ნაადრევად დაემშვიდობე და დედობა გაგვიწია. რაც არ უნდა ვქნათ, შენ სამაქს ვერ გადავიხდით. გმადლობთ. ვიცი რომ ასე ფიქრობთ, მაგრამ დედის სითბოს და სიყვარულს მაინც სხვა ფასი აქვს. უდედოდ დარჩენილი ბავშვი მაინც იცარიელეს გრძნობს. ეს ჩემი დისბრალი არ არის. რაც შეეძლო ყველაფერი გააკეთა. მართალია სეჰერის ბრალი არ არის. ამაში დამნაშავა მხოლოდ დედა თქვენია. კარგი იქნება თუ იმ ქალს არ ვახსენებთ. რა საჭიროა? რატომ? დედა რომ ცოცხალი ყოფილიყო, ახლა აქ რომ ჯდარიყო, რომ ეთქვა უდანაშაულო ვარო, არ მიიღებდით? დავრა სისულელეს ამბობ. ამის თქმას როგორ ბედავ? იმ კვლელს საერთოდ დედად რატომ მოიხსენიებ? უდანაშაულო როგორ არის? მამა ჩვენი მან მოკლა. მე კი თვითონაც ციხეში მოკვდა. დავუშვათ რომ ცოცხალია დაო. ჩვენთან მოსვლა როგორ უნდა გაბედოს? სამ ბავშვს ცხოვრება გაგვინწარა. ქმის ამოღების როგორ არ შერწყვება? ნეტავ ასეთი დედას საერთოდ არ მყოლოდა. დავხუროთ ეს თემა. თუ მართლა უდანაშაულოა? იქნებ მამა არ მოუკლავს. იქნებ ცილი დასწამეს. ამ შემთხვევაში არ აპატიებდით? დაო, რას ამბობ? რომელ უდანაშაულობაზე ლაპარაკობ? ჩვენს ქვეყანაში კანონი კანონობს. საკმარისი სამხილი რომ არ ჰქონოდათ, ციხეში ვინ ჩასვამდა? დაწყნარდი ესმა. ციხეში უამრავი უდანაშაულო ადამიანი ზის. კანონი ყოველთვის კანონობს? ციხეში რომ არ მომკვდარიყო, საკუთარი ხელით მოვკლავდი. მამა ჩემის სისხლს არ შევარჩენდი. კარგი, ეს თემა დავხუროთ. საკმარისია. ხასიათს ნუ გავიფუჭებთ. თქვენის ნებართვით აფთიაქში წავალ. წამლების ყიდვა დამავიწყდა. დავუშვათ რომ ცოცხალია დაო. ჩვენთან მოსვლა როგორ უნდა გაბედოს? სამ ბავშვს ცხოვრება გაგვინწარა. ქმის ამოღების როგორ არ შერწყვება? მასეთი დედა ნეტავს საერთოდ არ მყოლოდა. ციხეში რომ არ მომკვდარიყო, საკუთარი ხელით მოვკლავდი. მამა ჩემის სისხლს არ შევარჩენდი. ხასიათით ყვილად გავიფუჭე. რომ გამოჩნდეს უდანაშაულო იყოს და მსგავსი სისულელეები, რა საჭირო იყო? ამაზე ლაპარაკი რატომ დაიწყე? მაპატიეთ. თქვენი გაბრაზება და გულის ტკენა არ მინდოდა. დაო. გვაპატიე ხმა სავუწიეთ, მაგრამ იმ მკვლელის ხსენებაზე ბრას ვერ ვიკავებ. ომიცი. უკვე გარდაცვლილი ადამიანის ცუდად ხსენება არ შეიძლება, მაგრამ იმ ბოროტი ქალის სითბო და სიყვარული არაფერში მჭირდება. კარგი, დამშვიდდით, ბავშვებო. ნუ ნერვიულობთ. ეს ბრაზი და ზიზღი ისევ თქვენ დაგაზიანებთ. იქნება პატიოთ. იმ ქალმა ცხოვრება გაგვინადგურა, დეიდა. შენი თვალით რომ გენახა, რა დღეში ვიყავით, ყველაფერს მიხვდებოდი.
კარგი. დახუროთ ეს თემა. ჩათვალეთ, რომ არაფერი მithქვამს. დეიდა აიშესაც ხასიათი გაუფუჭეთ. ხომ ნახე როგორ წავიდა. ჩვენმა ემოციებმა მასე ცუდი გავლენა მოახდინა. მართალი ხარ. დეიდა აიშესთან ცუდად გამოგვივიდა. წავალ ნახავ როგორაა და მოვუბოდიშებ. ნეტავ შემცდარიყავი. ნეტავ სეჰერი მართალი ყოფილიყო და ჩემი შიში უსაფუძვლო გამომდგარიყო. ვიცოდი რომ ასე მოხდებოდა. მაგრამ მაინც იმედს ვეღაუჭებოდი. იქნებ სეჰერი მართალს ამბობს და მაპატიონ მეთქი. ეს არ მოხდება. ხომ გითხარი სეჰერ? ვერ მაპატიებენ. არ დამიჯერებენ. მათთვის ყოველთვის მამის მკვლელად დავრჩები. ამის დავიწყებას ვერასოდეს შეძლებენ. რამ ჩაგაფიქრათ? მიირთვით. ახალ ჩაის დაგისხამთ. არ შეწუხდე დეიდა. მანდა დავკარგე. საქმეები მაქვს. ჩვენი წასვლის დროა. შენც აღარ მოგაცდენთ. ჩვენ გამო არ დაგაგვიანდეთ. კარგი, როგორც გირჩევნიათ. გვაპატიე დეიდა, განწყობა გაგიფუჭეთ. დეიდა აიშეს ჩვენს მაგივრად მოუბოდიშე, კარგი? კარგი რა შვილო. რას მებოდიშები? ხდება ხოლმე. ადამიანები ვართ, არ ინერვიულო. თქვენს ემოციებს დეიდა აიშე გაგებით მოეკიდება. ღმერთმახნას. უფალს ებარებოდეთ. თქვენც წარმატებულ და კარგ დღეს გისურვებთ. მაპატიე დედა. არ მინდოდა გული გტკენოდა. ამდენი ტკივილის შემდეგ კიდევ დამატებით სადარდებელს არ იმსახურებდი. ჩემი ბრალია. ძალიან გთხოვ, მაპატიე. ბევრი დრო გავიდა. არ მეგონა თუ ასეთი რეაქცია ექნებოდათ. ხომ გითხარი, მაგრამ არ მომისმინე სეჰერ. ილუზიებს აყევი. მეც გამანერვიულე და შენი დაძმაც გააღიზიანე. მაინც და მაინც ასე უნდა მომხდარიყო, გადაწყვეტილება რომ შეგეცვალა. ახლა მაინც ხომ გაიგე მათთვის სიმართლის თქმა, რატომ არ მინდოდა. მათ თვალებში აგრესია და ბრაზი დაინახე სეჰერ. ხომ დარწმუნდი? მიპასუხე. დედა, გემოდარები, მაპატიე. თითოეული სიძულვილით ახსავს ეს სიტყვა. გულში ხანჯალივით მომხვდა. საკუთარი შვილების სიზღით სავსე თვალები დავინახე და ეს იმაზე მტკივნეულია, ვიდრე ციხეში გატარებული 20 წელი. ვიდრე მათი მონატრება. დედა, გემუდარები, გაჩუმდი. ჩემს ტანჯვას კიდევ უფრო ნუ გაამძაფრებ. გიყოფა. არ მინდოდა რომ გული გტკენოდა.
შენს გაბედნიერებას ვცდილობდი. მეგონა შენს ოცნებებს რეალობად ვაქცევდი და შვილებთან დაგაახლოვებდი. გთხოვ მაპატიე, ამიერიდან არასდროს გაწყენინებ. ზოგჯერ ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც გვინდა. როგორც არ უნდა ვეცადოთ, რეალობას ვერ შევცვლით. რაც გვაქვს, იმით უნდა დავკმაყოფილდეთ და ბედნიერებისთვის საკმარისად ჩავთვალოთ. თუ მეც მოვინდომებთ, იმ მცირე ბედნიერებასაც დავკარგავთ, რომელიც ახლა გვაქვს. ჩემთვის დეიდა აიშეს როლიც საკმარისია. თავარია მათგან სიყვარულს ვგრძნობდე. მართალი ხარ. ბოდიშს გიხდი. გთხოვ მაპატიე. ხომ მაპატიებ. დეიდა ჰადია თქვენ ბრძანდებით? მე ვარ. რა მოხდა? ჩემი ფუნთუშები ხომ არ მოგენატრა? ახლავე მოვამზადებ. დაჯექი. საჩუქრად მოგართმევ. ეს ქალბატონ ჩინარს გადაეცით. ეს ვინ გამოგზავნა? სახელიც არ აწერია. შვილო დაბრუნდი, რაღაც უნდა გკითხო. იმედია მშვიდობაა. ძმაო, მოვაგვარე. წერილით ჩვენი ჰუსეინის ვაჟს გავატანე. ქალბატონ ჰადიეს გადასცა. მადლობა. დანარჩენი წერილებიც გაგზავნე, როგორც კი წავალ. კარგი ძმაო, არ იდარდო. წამოდი დედა, გავისეირნოთ. უკეთ გავხდებით. ჩემზე ისევ ბრაზობ? არ ბრაზობ. გულნატკენი ვარ. ნეტავ თავიდანვე დაგეჯერებინა და ეს ყველაფერი არ მომხდარიყო. მართალი ხარ დედა. დიდი შეცდომა დავუშვი, რომ არ დაგეჯერე. მეგონა რომ ჩემი დაძმა გაპატიებდა. თავი მოვიტყუე. ძალიან მწუხვარ. რაც იყო იყო. თავარია იგივე შეცდომა აღარ დაუშვა. მტკივნეული მცდელობა იყო და შედეგი უკვე ვნახეთ. უდანაშაულობას თუ ვერ დავამტკიცებ, არ მაპატიებენ. მადლობა ღმერთს, შენ მაინც დამიჯერე შვილო. ჩემთვის ესეც უფლისგან მოვლენილი სასწაულია. მადლობა ღმერთს. უკან დავბრუნდეთ. რაც მოხდა დავივიწყოთ და ჩაი დავლიოთ. კარგი დედა, წავიდეთ. რა უსირცხილოა, მოწერას როგორ ბედავს.
ჩემო დემეთ, ვიცი რომ ისევ ნაწყენი ხარ. არ მინდოდა, მაგრამ გული ძალიან გადგინე. ვიცი ჩემი არ გჯერა, მაგრამ მართლა უდანაშაულო ვარ. ერთხელ მაინც თუ დამენახები და დამელაპარაკები, ყველაფერს აგიხსნი. მიხვდები რომ მომხდარი ჩემი ბრალი არაა. ქუჩის კუთხეში გელოდები. გთხოვ, 2 წუთი დამითმე და მომისმინე. რა უნდა მითხრას? ალბათ ბოდიშს მომიხდის. კიდევ რა გინდა? გგონია ასე მომექცევი და მერე საქმე ბოდიშით მოგვარდება? ალბათ რიგითი სულელი გოგო გგონი ვარ. დავალ და ვეტყვირი სიღირსიცაა. თორემ არ გაჩერდება. გამარჯობა, ხომ არ დავაგვიანე? გამარჯობა. არა, ჯერ დრო გვაქვს. თუ გნებავთ, ცოტა ადრე გავიდეთ. განვიტვირთებით და საქმესაც მივხედავთ. წავიდეთ. ხომ მშვიდობაა? სად მიდიხართ? ჯერ დრო გვაქვს, გასეირნებას ვაპირებდით. როგორ არ ხრცხვენია? არც კი დამპატიჟეთ. აზრად არ მომსვლია. თან როგორც ვიცი შეხვედრა გაქვს. ახლა ხანს მოვიფიქრეთ დაპატიჟება რადგინა შემოგვიერთდი. მართალია, შეხვედრა სულ დამავიწყდა. კარგი, იმედია წარმატებულად ჩაივლეს. ბედი არ გინდა? კი, მაგრამ ჩემი შეხვედრების გრაფიკი ზეპირად იცის? ეს რა დღეში ჩავარდი. ერთი ღარიბი გოგოს გამოდილიდან აქვთ გავარ დავიცდი. დემეთ? რისი თქმაც გინდა და სწრაფად მითხარი. სახლში უნდა დავბრუნდე. ასე ნუ მეკცევი. წამოდი სადმე წავიდეთ. ახალი კაფე რომ გაიხსნა, იქ დავსხდეთ და ვისაუბროთ. ქუდრეთ არსად წამოსვლას არ ვაპირებ. ტყუილად არ ცეცადო. შეიგნე რომ სალაპარაკო არაფერი გვაქვს. სხვა გზა არ არის. რამე უნდა შევთავაზო, თორემ ამ გოგოს დავკარგავ. თუ ასე სულელივით უნდა მიყურო, წავალ. მეგონა რამის თქმა გინდოდა. ტყუილად მომიყვანე? დემეთ მოიცადე. მინდა რომ ჩემი ოჯახი გაგაცნო. ჩაი მზად გაქვს დაო? მზად მაქვს. სულ ახალია, დასხედით ახლავე მოვიტან. ჩინარ ამას შეხედე? ჩინარ. დილით. პატარა ბიჭმა მომიტანა. თხოვა შენთვის გადმომეცა. კითხე ვისგან არის მეთქი, მაგრამ გაიქცა. გმერთო ჩემო. ვის უნდა გამოეგზავნა? გახსენი და გავიგოთ. დილიდან ამ კონვერტზე ვფიქრობ. ქალბატონო ჩინარ. ხვალ შუა დღის 2 საათზე შევხვდეთ. თქვენთან საუბარი მინდა. გადაუდებელ საქმეზე. ჰალილი. აღიარეთ რომ როცა გითხარით გავისეირნოთ მეთქი ჩაი და ფუნთუშე არ გახსენებიათ. უბრალოდ სტუდენტურ წლებში დაბრუნება მინდოდა. ჩაი და ფუნთუშე ჩემი საყვარელი წყვილია. გამოცდების პერიოდშიც სულ მივირთმევდი. ჩემთვის მამასთან ასოცირდება. ჩემს საყვარელ მამასთან. სკოლაში წასვლის წინ ცხელ ფუნთუშას და ჩაის მიმზადებდა. მეც გემრიელად მივირთმევდი და დანაკლებული სკოლისკენ მივეშურებოდი. რა კარგია, ბიძია ჰალილი მართლაც საოცარი მამაა. მართლაც ასეა.
მის ამაქვს ვერასოდეს გადავიხდი. ამაზე ხშირად გესაუბრებით. იმედია თავი არ მოგაბეზრეთ. ჩემთვის მხოლოდ მამა არ არის. დედა ჩემიც იყო. ძმაც, მეგობარიც. მამა ჩემთვის ყველაფერია. დედა, რას ველოდები? ადექიახლავე წავიდეთ. დაჯექიშვილო. არ წავალთ. როგორ? მეხუმრები? რატომ არ უნდა წავიდეთ?ახლავე ადექი. შეუძლებელია შვილო. ამას აღარ დავუშვებ. იმ ვიღაც ჰალილს თავს მეორედ არ მოვატყუებინებ. ვიცი რომ ისევ არ მოვა. კიდევ ერთხელ თავს არ გავაბითურებინებ. მე გულისკენას ვეღარ გადავიტან სეჰერ. რას ნიშნავს ვერ გადაიტან დედა? ციხეში ზუსტად დამწოც მოთმინებით არ ელოდი? იმედი ხომ არასდროს დაგიკარგავს. რატომ არ უნდა წავიდეთ? ამას ნუ ამბობ. 100 ჯერ რომ დაგვიბაროს და არ მოვიდეს, ჩვენ 1000 ჯერ მივალთ. ნუ გაჯიუტდები დედა. მისვლით რას დავკარგავთ? შეიძლება შენი უდანაშაულობა დამტკიცდეს. იქნებ ნანატრი დღე დადგა. თავს ნუ მოვიტყუებთ სეჰერ. დროა რეალობას თვალი გავუსწოროთ და შევეგუოთ. ფუჭი მედებს არ ავყვეთ. გთხოვ, ეს თემა დავხუროთ სეჰერ. გთხოვ შვილო. ძალიან გთხოვ. გთხოვ. ცოტაც მოითმინე ქალბატონო ჩინარ. მართალია დავიგვიანე, მაგრამ მაინც ვეცდები ჩემი შეცდომა გამოვასწორო. ამიერიდან ყველას ეცოდინება რომ უდანაშაულო ხარ. აქამდე ვინც გლანძღავდა და უსამართლოდ გექცეოდა, დღეიდან მე და თურგუც განგვსჯეს. მონატრებულ შვილებს ჩაეხუტები და ისინიც მიგიღებენ. გახმოვანებულია მთავარ არხზე. Unutmadım seni. Gözyaşların hiç değmesin. Kurumuş